ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები. რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? როცა პრობლემებს ვაგროვებთ ხოლმე სხვადასხვა უბანში, ხვდებიან პენსიონერები, რომლებიც პირველ რიგში სოციალურად დაუცველები პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები, რომლებიც პირველ რიგში გვესაუბრებიან მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. ჩვენთვის იმისთვის, რომ დავცვათ დიაგნოზი რა მდგომარეობაში არის ჩვენი სახელმწიფო, მარტივია გადავხედოთ მხოლოდ ერთ სტატისტიკას. დღეს საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით არის 68 წელი. ქალბატონების მხოლოდ და მხოლოდ 74 წელი. მაშინ როცა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 80-90 წელი, საშუალო ხანგრძლივობა ქალბატონებშიც, მამაკაცებშიც და ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. ჩვენ გვყავს ექიმები, რომლებიც იბრძვიან, რომლებიც შრომობენ პირობების მიუხედავად, ცუდი პირობების მიუხედავად, დაბალი ხელფასების მიუხედავად, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება, რომ ჩვენ შევძლოთ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა. ბედნიერი, კეთილდღეობით სავსე სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამისთვის საჭიროა, რომ მუნიციპალური პროგრამით დაფინანსდეს ყველა ის აუცილებელი მედიკამენტი. დღეს ამ ქალაქში ადამიანს არ უნდა უჭირდეს წნევის წამლის ყიდვა. და უჭირთ. ამას გვეუბნებიან, წერენ, გვიზიარებენ და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება შედგეს საზოგადოებად, მაშინ იმ შემთხვევაში თუ იქ იქნება ხანდაზმული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქე დაფასებული. ამიტომ მუნიციპალური პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ყველა აუცილებელ მედიკამენტს ჩვენი მოქალაქეებისთვის, იქნება აუცილებლად ახალი მერიის და ახალი საკრებულოს პრიორიტეტი. დარწმუნებულები ვართ, რომ გარდა იმისა, რომ უნდა ვზრუნავდეთ აქამდე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, ასევე მნიშვნელოვანი და მთავარი არის პრევენცია. და პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ორი მიმართულებით. ერთი, რასაც ვეძახით, სკრინინგი, გადამოწმება, მუდმივი წინასწარ ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ადრეულ ეტაპზე, ვცადოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება და ჯანსაღი ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრება და 25 სპორტ კომპლექსი დედაქალაქში, რომლის მშენებლობაც აუცილებლად დედაქალაქში განხორციელდება. ნამდვილი სპორტ კომპლექსები, რომლებიც მოემსახურება მოქალაქეებს, აუზები, რომელიც შექმნის ჯანსაღ მომავალ თაობას. საზოგადოება და სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს მომავალ თაობაზე, ის ვერ იქნება წელში გამართული.